გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგო და ბეგი, როგორ ხართ? კარგად მე გიმასწავლებელო. აუ, მე გიმასწავლებელო, მე ვარ არაჩვეულებრივი. ძალიან კარგი. აბა რა ხდება ბეგო, მოგვიყევი? რა ხდება მე გიმასწავლებელო და აი მამიკოსთან უცხოეთიდან სტუმარი იყო ჩამოსული 2 დღე და ჩვენთან იყო გაჩერებული. რა კარგია. მერე მოეწონა თბილისი. კი, მე გიმასწავლებელო ძალიან აი აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი საოცარი ქალაქით. შვენიერია. ძალიან კარგი. აუ ბეგი, იცი ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო რომ აი ონკანიდან წამოსული, აი ონკანიდან რაც მოდის წყალი, იმის დალევა ჩვენ შეგვიძლია. იცი თურმე, სადაც ეს კაცი ცხოვრობს, იქ აი ასე წყლის დალევა არ შეიძლება და აი აუცილებლად მაღაზიაში უნდა იყიდო დასალევი წყალი. წარმოგიდგენია? ხო, აბა. აუ ბეგო, ისე მართლაც აი რამხელა სიმდიდრე გვაქვს არა? ბეგი მართალია. ნამდვილად ასეა ბეგო და ბეგი. მე გიმასწავლებელო. ქართულ სამზარეულოზე იცით რა დაიმართა? რა ბეგო? ვაიმე, გაგიჟებული იყო ესე რა გემრიელი კერძები გაქვთო. გაგიჟდებოდა, აბა რა იქნებოდა? ჩვენი კერძები არის უნიკალური. ვაუ, გემრიელესი ძალიან. აუ, ის გამახსენდა ლაღიძის წყლები გავასინჯეთ. ვაიმე, შოკოლადი და ნახებზე რა დაემართა? ასე თქვა რომ ეს რომ ჩემს ქალაქში ყოფილიყო, სხვა არაფერს დაულევდიო. აი ასე თქვა იმოწყობა ასე. ანუ უცხოელს მოეწონა შოკოლადი ნაღები, თქო? შოკოლადი ნაღები ძალიან მოეწონა. იცი ბეგო, აი მე ტარხუნა უფრო მიყვარს. მე გიმასწავლებელო, აი ახლა მაინტერესებს აი რა შუაში არის ბეგის რომელი ლაღიც წყალი უყვარს. ჩვენ ხო აი გადაცემაზე უნდა ვისაუბროთ და რა შუაშია ეს კარგი რა ბეგი. ხო, მაგრამ უბრალოდ თქვი მე რომელიც მიყვარს. რა მოხდა? კარგი, რა ვქნათ ახლა თქვი და თქვი. მე გიმასწავლებელო, ეს გადაშონის იმუცხოებს ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო რომ ლაღიძის წყლის ამ ქართული სიამაყის დაგემოვნება მხოლოდ თბილისში მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შესაძლებელი. სამწუხაროდ ასეა ბეგო. მართლაც ცუდია. კიდევ რაღაც უნდა დავამატო. აბა რა? განსაკუთრებით იცით რა მოეწონა იმ რა? საინტერესოა რა ბეგო? ჩურჩხელა. შურჩხელა? არც მიკვირს. არც მე გიმასწავლებელო. მე გიმასწავლებელო, მე კი ერთი რაღაც გამიკვირდა. რა? ჩვენ ხო ადვილად ვამბობთ ჩურჩხელა. ჩურჩხელა. ვერ ვასწავლე ამ სიტყვის სწორად გამოთქმა. იცით როგორ ამბობდა? რა? შუშხელა. ვეუბნები, პატივცემულო მისტერ, აბა მოდით ერთად გავიმეოროთ ჩურჩხელა. ახლა მიგავე მეორებ ამბობს და მერე შუშხელა. ვაიმე, იმდენი ასეთი გემრიელობა ცხოვრებაში არ მიჭამია, ასე თქვა ამ უცხოება. იმდენი ჭამა, იმდენი სულ გაშოშყულებული იყო ეს კაცი რა. ეს ძალიან კარგი საქართველო. შვენიერია. მე გიმასწავლებელო, ერთ რაღაცაზე ცოტა გული დამწყდა. გული დაგწყდა? რაზე? როცა ეს უცხოელი მიდიოდა, ასეთი რაღაც თქვა. როგორც ვატყობ თქვენ საოცარ ქვეყანას ბოლომდე ვერ აპასებთო. აი ესეთი რაღაც. მართალი უთქვამს ბეგო. მართალია. მე გიმასწავლებელო. მოდით ისევ ჩვენს გადაცემას დავუბრუნდეთ რა. აუ, მეც მაინტერესებს, მე გიმასწავლებელო, რა იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი პერსონაჟი. დიახ, გითხარით. იცი რა ბეგო? დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი პერსონაჟი შენი მამიკოს სტუმრის დახმარებით ჩვენ უკვე გავიცანით. რანაირად და აბა რა მოახდინა მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? ჩურჩხელა, არა, როგორც თვითონ ამბობდა, შურჩხელა. ზუსტად ეს გახლავთ ჩურჩხელა. აი, ჩავხედოთ პლანშეტს, ჩახედე. ბეგო, შეხედე, გამოჩნდა ჩურჩხელა და
დაბლა სიტყვაც წერია ჩურჩხელა. მეგი მასწავლებელო. ჩვენ დღეს უნდა ვისწავლოთ ასობგერა ჩ. მეგი მასწავლებელო. ძალიან დაშავდება ახლა რომ ეს პლანშეტი შევჭამო. ეს ჩურჩხელა ისე კარგად გამოიყურება, ვაიმე. მეგი რომელი ასობგერა მითხარი რაღაცნაირად მარტო ჩურჩხელას ვაშტერდებოდი და ვერ გავიგონე. ჩა. მეგი მასწავლებელო, რაღაცნაირი, ჩლიფინა ასობგერა არის. ჩუ. რასასაცილო ხარ ბეკო. მოდი ახლა დაფიქრდით და მითხარით, რა იცით ჩურჩხელას შესახებ? აუ, შეიძლება მე დავიწყო. რა თქმა უნდა, გისმენთ. მიდი. აჰა. ჩურჩხელა ნამდვილი ქართული ტკბილეულია. აღმოსავლეთ საქართველოში, აი მაგალითად კახეთში. მას ნიგზისგან და თათარასგან ამზადებენ. ოჩახ. ვაუ, მეგი მასწავლებელო, ნერტყვი მომადგა. ახლა წარმოვიდგინე უზარმაზარი ქვაბი, სადაც იხარშება თათარა. მეგი, ხომ იცი რომ აი სულ უნდა ესე ურიო, თუ გინდა რომ გემრიელი გამოვიდეს. დიახ, ვიცი. ხო უნდა ურიო და ურიო. მერე მეგი მასწავლებელო, ნიგზიან ძაფებს თათარაში ამოავლებენ და ამაღლებულ ადგილას ესეთ ჯოხებზე გასაშრობად ჩამოკიდებენ. ხოჭა, მართალია. აუ, მეგი მასწავლებელო, რა ლამაზად მოყვა ბეგიმეს ყველაფერი. აუ, ბეგი, ჩემგან მიიღე დიდი მადლობა ამის გამო. აუ, მეგი მასწავლებელო, რაღაც მინდა დავამატო. გისმენთ ყურადღებით. ბეგიმ შეიძლება ეს არ იცოდეს, მაგრამ მაინც უნდა ვახსენო. დასავლეთ საქართველოში, აი მაგალითად, სადაც ჩემი ბებო ცხოვრობს, იმერეთში, ჩურჩხელას ფელამუშისგან და თხილისგან ამზადებენ და მას იცით რა ეს ეძახიან? არა მე არ ვიცი. ჯანჯუხა. ოჩახ ბეგო. ერთი წუთით როგორ? ჯანჯუხა. ხო, ის უცხოელი იყო და ჟანჟუხა. ჯანჯუხა. ეს ნამდვილად არ ვიცოდი ბეგო. ბეგი, ახლა მე შენ გეტყვი ამას ისე, რომ აღარ დაგავიწყდება. აბა საინტერესოა, აბა გისმენთ. ახლა მეგი მასწავლებელო, ცოტა უნდა დავფიქრდე. აჰა, კარგი. ორივე მიყვარს გეტყვით გულწრფელად, ჯანჯუხა იყოს, გინდაც ჩურჩხელა. რა კარგი ლექსია ბეგო. არასდროს დამავიწყდება. ოჩახ ბეგო, მართლაც არაჩვეულებრივი ლექსი იყო. რამდენი რამ გწოდნიათ ჩურჩხელაზე ბეგო და ბეგი. ძალიან კარგი. მოდი დღეს კიდევ უფრო მეტი გავიგოთ. ოიმე, სიამოვნებით მეგი მასწავლებელო, მაგრამ აი რაც ეს მიდის ეს გადაცემა უფრო და უფრო მინდა ჩურჩხელა რა ვქნა, ვაიმე. ბეგო. მოდი მომისმინე, კარგი ბეგო? გისმენთ მეგი მასწავლებელო. ესე იგი, ჩურჩხელა ძალიან სასარგებლო, ნამდვილი ქართული პროდუქტია და ის უძველესი დროიდან არსებობს. ერთი წუთით მეგი მასწავლებელო. რა ბეგო? ესე იგი სასარგებლო პროდუქტი. მაშინ გამოდის რომ შემიძლია ბევრი. აი, ჩურჩხელა კი არ გათო, ჩურჩხელა წამო, ჩურჩხელა. ბეგო რა. არა ბეგო, არა. რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ზომიერება ყოველთვის და ყველაფერში საჭიროა. ძალიან სასარგებლო პროდუქტიც კი გადამეტებული არ შეიძლება ბეგო. გაიგე? არ შეიძლება. გასაგებია მეგი მასწავლებელო. მოდი განვაგრძობ. დიახ. როდესაც ჩურჩხელაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბადაგი. ბადაგი რა არის მეგი მასწავლებელო? მეგი მასწავლებელო, მე მგონი მე ვიცი რა არის ბადაგი. ბეგი არ გახსოვს ის ქართული სიმღერა, მოიცადე როგორ არის? ქვეყანა შემოვიარე, ვერ ვნახე შენი ბადაგი. აი ბეგო, ბადაგი კი არა, ქვეყანა შემოვიარე, ვერ ვნახე შენი ბადალი. ოჩახ. რა არის ბადალი, ბეგი? აბა ოხსენი? ბადალი არის შენი მსგავსი. აჰა. მართალია. გასაგებია, მე ამერია ესე იგი, კარგი. კარგი, ახლა მე გეტყვით, რას ნიშნავს სიტყვა ბადაგი. დიახ. ეს გახლავთ სპეციალურად მომზადებული შესქელებული ყურძნის წვენი. აჰა. სწორედ ბადაგისაგან ამზადებენ თათარას. აჰა. ან როგორც მას დასავლეთ საქართველოში უწოდებენ,
ფელამუშს. გასაგებია? მე გიმასწავლებელო, აი რატომღაც აი ახლა მოვივიდა თავში ასეთი რაღაც. იმ ხელა განსხვავება ამ ორ სიტყვას შორის, აი წარმოიდგინეთ ეს იგი ფელამუში და თათარა. ნუ თუ აი არაფერი განსხვავება არ არის მათ შორის. მარტო აი აღმოსავლეთში არის თათარა და დასავლეთში ფელამუში თუ კიდევ რამე განსხვავება არის მათ შორის. გითხარით რა? ახლავე გეტყვი. ნახე ბეგო? დიახ. თათარას მომზადების დროს ბადაკში ურევენ ხოლმე ხორბლის ფქვილს. ხოლო როდესაც ამზადებენ ფელამუშს, ბადაკს ურევენ ჭადის ფქვილს. გასაგებია? ვაიმე! მე გიმასწავლებელო, მე ეს მინდოდა კიდე ლამისა პლანშეტი შევახრამუნო და ჭადი და ყველი ახსენე ჩემი საყვარელი კერძი, ჭადი, ყველი, ჭადი. აი, რა ჭადი და ყველია, რა დაგემართა რა? მე გიმასწავლებელო, მე ამას უკვე ვეღარ მოვითმენ, რა თქვი? რა დროს ჭადიაო ამას ამბობ? აი, რა დროს ჭადია? ჩემი საყვარელი, მაგრამ მე ყველაზე მეტად მიყვარს ჭადი და ყველი, რას ლაპარაკობ? მე გიმასწავლებელო, ახლა რაღაცას ვეტყვი ბეგის, ხოლო ბეგი არ გეწყინოს რა. მითხარი. აბა თქვი ბეგო? თუ არ გიყვარს ჭადი, ადეკი და ჭადი. აი ასე. გაიგონეთ მე გიმასწავლება. აი ასე. სად წავიდე ბეგო? აი სად წავიდე შეგი ბეგო? არა, მე გიმასწავლებელო, გადაცემი ხო დასამთავრებელი იყავი ბეგი, არა უშავს იყავი, კარგი. კარგი ბეგო და ბეგი, რაღაც მინდა დავამატო. ისმენთ. ძველად ქართველ მეომრებს ჩურჩხელა თან დაქონდათ ხოლმე. რადგან ის საკმაოდ კარგად ინახება, დიდხანს ძლებს და თანაც კარგათაც ანაყრებდა ადამიანს. რა მაგარია. აჰა, გასაგებია. ესე ჩვენი ჩურჩხელა. მოდით ახლა ჩვენს გაკვეთილს დავუბრუნდეთ. ჩახედეთ პლანშეტს და ვნახოთ როგორ იწერება ასობგერა ჩ. აბა ნახოთ. აბა დააკვირდით. აი ასე. აჰა, შვენიერი ასობგერა. კიდევ ერთხელ გაჩვენეთ. მე გიმასწავლებელო გვაჩვენეთ, იმიტომ რომ მე ახლა მარტო ჩურჩხელას ვხედავ ჩს მაგივარ, ვაიმე. აბა მიდით ახლა. კარგი ბეგო, აბა დააკვირდით. აი ასე. ახლა კიდე ჯანჯუხა დავინახე, რა მჭირს რა, ვაიმე. ბეგო. ახლა წარმოგიდგენია რა მოხდება? რა? ანიმაციას ნახავთ ჩურჩხელაზე. მე გიმასწავლებელო, ერთის მხრივ ძალიან მიხარია, მაგრამ რა მეშველება, ვაიმე. რატომ? იცი რა დღეში ვარ? აი ძლივს ვითმე რომ ეს პლანშეტი არ შევახრამუნო. ისე მინდა ჩურჩხა ანიმაციას რომ ნახავ, ვაიმე. აუ ბეგი, ყველაფერი გააკეთე რა, დამეხმარე რომ არ შევჭამო ეს პლანშეტი რა. ბეგო, რა სიზამ, უნდა გაუძლო. კარგი, შევეცდები, ვაიმე. მაშინ ვნახოთ ანიმაცია. ნახოთ. აბა გავხედოთ პლანშეტს. აბა ძაბზე არის ნიგოზი და ზემოდან თათარა მას ხომ ყველა მირთმევს მშობელი თუ პატარა ჩურჩხელა აბადელოდა ქართულია ნამდვილი სხვა სამშობლო არა აქვს მას ხომ ყველა მირთმევს მშობელი თუ პატარა ჩურჩხელა აბადელოდა აუ ბეგი რა მაგარი ანიმაცია იყო ძალიან და სიმღერა როგორი იყო? ქართულია ნამდვილი სხვა სამშობლო არა აქვს მას ხომ ყველა მირთმევს მშობელი თუ პატარა ჩურჩხელა კარგი ვაი მე გიმასწავლებელო რაღაც მინდა დავამატო რა აბა გისმენთ ჩვენ ძალიან გავგიმართლა რომ აი საქართველოში რომ ცხოვრობთ რა მართლა აი რაღაც არაჩვეულებრივი ქვეყანა მეც გიერთდები ბეგო მართლაც საოცარი ქვეყანა გვაქვს ძალიან კარგი ბეგო და ბეგი ძალიან მიხარია რომ ასე ფიქრობთ მოდი ახლა მოვიფიქროთ ისეთი სიტყვები რომლებიც იწყება ასობგერა ჩ-ზე აუ ბეგო შეიძლება ესეც მე დავიწყო
დაიწყე. კარგი, მადლობა. ესე იგი, ჩოზე. ჩანთა, ოჯა, ჩირი კარგია და ჩამჩა. შვენიერია ბეგი. ბეგი მასწავლე ერთი წუთით. ბეგი, მოდი ამას აი ლექსად შეგეკითხები თუ შეიძლება. კითხება? ცოტა უხში ჩამჩა. რა თქვი? ჩამჩა. ჩამჩა მითხარი რა. ბეგო, ჩამჩა არის წვნიანი სამოსაღები, აი დიდი კოვზი. აჰა, იმიტომაც ჩამჩა ყურში რომ დიდი კოვზი არის, აბა პატარა არ ჩამჩებოდა. მეგი მასწავლებელო, უკვე ჩემი ჯერი ამას ველოდი. ამას ველოდი. ახლავე. ეს ხომ არის სუფთა ქართული გადაცემა, აი დღეს ყვა განსაკუთრებული, ამიტომ მე მოვიფიქრე ასეთი სიტყვები. ჩოხა, ნამდვილი ქართული ტრადიციული სამოსი. ოჩახ ბეგო. ჩანგუნი, სუფთა ქართული ჩამოსაკრავი, სიმებიან ინსტრუმენტი და ბოლოს. შესანიშნავია? აბა ბეგი შემომხედე. დიახ. ჩერო. რაო? ჩერო. კარგია ბეგო. ჩერო. ბეგო. არიცი. ახლა შენ უნდა ამიცნა რას ნიშნავს ჩერო, არ ვიცი. მეგი მასწავლებელო, კი აი ბოლო ლექსი ამ გადაცემაში თუ შეიძლება რა. რა თქმა უნდა ბეგო. ბეგი, უნდა დაიჯერო. ჩრდილი არის სიტყვა ჩერო. ჩერო არის ჩრდილი, აი ასე. ჩრდილი, ანუ ჩერო. დიახ. არა ყოჩარი ხარ ბეგო. ბეგო და ბეგი არაჩვეულებრივი სიტყვები მოიფიქრეთ ორივე. რა სასიამოვნო ამის მოსმენა. დიახ, მე ვამაყობ თქვენით. ვაუ, რა კარგია. მადლობა, მეგი მასწავლებელო. არაფრის. ახლა ჩვენი დამშვიდობების დროც დადგა. ბავშვებო, არ მოიწყიროთ, ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარლებო, ხო ხედავთ რომ აი მოწყენის დროც არა გაქვთ. მაშინვე გიბრუნდებით ახალი ძალიან მაგარი გადაცემით, ასე რომ კარგად იყავით, ჩემო საყვარლებო. ბავშვებო, თან არ დაგავიწყდეთ რომ აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჯი, სადაც ირაკლის აწყობილი ახალი ონლაინ თამაშები გელოდებათ. კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო. მომავალ შეხვედრამდე ცოდნის მხიარულ სამყაროში. გვინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა. ჩვენ ვართ ბეგო და ბეგი წინ გველოდება გზა. მაგარია გზა გველოდება. როგორ ამოდის მთვარე და სადეშვება მზე. სადეშვება როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე. სიმღერით ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით. მერე უნდა გავაფერადოთ. რას გავაფერადოთ? მაგარია. თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს. ცოდნის მხიარული სამყარო. რისთვის დაცურავს თევზი? ზამთარში რატომ თოვს? რატომ თოვს? ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს. ვაი, ამაღლა არის მართლა ეს ყრუბელი. კურდღელს აშინებს მგელი. ვაი. ზებრას ოლები აქვს. მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს. თამაშებს ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს. ანიმაციებით გაგვართობს. მაგარი ანიმაციებს ნახავთ. თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს. ცოდნის მხიარული სამყარო. ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს. ძალიან ბევრ რაღაცას. რა მაგარია ბეგო, როგორ მიხარია.